მაგრამ ლამაზი ხარ, კარგი ხარ, ჭკვიანი ხარ, ეს მშობელმა ხშირად უნდა გითხრას. ნამდვილად. ყველაზე ლამაზი ხარ და სხვა არ არსებობს და შენ არსებობ არა, მაგრამ აი შენ ლამაზი და ჭკვიანი ხარ, ეს აუცილებლად უნდა. კი და ალბათ მიყვარხარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მიყვარხარ და მომწონ ხარ. იცი რა ცოტა მშობელი უნდა თავისუფლად მომწონ ხარ. მომწონ ხარ. და მე ამას მივაქციე ყურადღება, როცა ერთმა მშობელმა ჩემი თანდასწრებით ბავშვს უთხრა, რომ არა უშავს, მე ესეთიც მომწონ ხარ. მიყვარხარ კი არ მომწონ ხარ. ეს მომწონ ხარ კიდე სხვა რამეა, იცი? და მიყვარხარ კიდე სხვა რამე ხარ. ამათ შორის განსხვავებაზე მოდი ჩვენ თვითონ ვიფიქროთ, ეს ცოტა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძალიან ყურში მომხვდა ეს განსხვავება. შენ შეიძლება მოგწონდეს, გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ რაღაცები არ მოგწონდეს და შვილი გიყვარს. ხო, უპირობოდ გიყვარს, დედას შვილი, მამას შვილი უყვარს უპირობოდ, მაგრამ მოგწონს. კი, რაღაცა სხვა ამბავია, დამსახურება არის რაღაცის, რომ ვიღაცას მოსწონს.